რომი. აი ამ სიტყვის გაგონებაზე ალბათ პირველი რაც თავში მოგდით იმპერიაა, ხო? ლეგიონები, კეისრები, კოლიზეუმი. მაგრამ ითით სანამ ეს ყველაფერი იქნებოდა, იყო რაღაც სხვა. რაღაც, რამაც ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა. ეს იყო რესპუბლიკა. ერთი შეხედვით, უბრალოდ პოლიტიკური ექსპერიმენტი, რომელმაც წარმოუდგენელი რამ შეძლო, პატარა ჭაობიან ადგილას გაშენებული ქალაქი მსოფლიოს ბატონ-პატრონად აქცია. მოდით ვნახოთ, როგორ აიგო ეს საოცარი საძირკველი. კი, მაგრამ როგორ, აი მართლა როგორ ხდება, რომ ერთი ჩვეულებრივი ქალაქის სახელმწიფო, რომელიც სხვათა შორის თავიდან თვითონაც სხვის ჩაგვრას განიცდიდა, უცებ დღება და მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს მართველი ხდება. ეს ხომ რაღაც ფანტასტიკის სფეროდანა, ხო და ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად უნდა გადავინაცვლოთ დროში უკან, იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. იცით, რესპუბლიკა ისე ცარიელ ადგილზე არ შექმნილა, არა. ის იყო პირდაპირი ძალიან მძაფრი რეაქცია იმაზე, რაც მანამდე ხდებოდა. სანამ რომი თავისუფლებას ეღირსებოდა, ის სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდა, მონარქიის ქვეშ. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ, თქვენს ქალაქს, თქვენს სახლს უცხოელი მეფეები მართავენ. ხალხი, რომელიც არც კი გგავთ, თქვენს ბედს წყვეტს. ზუსტად ეს იყო ადრეული რომის სინამდვილე. მათ ეტრუსკი მეფეები მართავდნენ. და აი ამ გამოცდილებამ, ამ დამცირებამ რომაელების ფსიქიკაში რაღაც სამუდამოდ შეცვალა. მათში გაჩნდა წარმოუდგენელი სიძულვილი ყველაფრის მიმართ, რაც მეფეს, ტირანს და ერთპიროვნულ მმართველობას უკავშირდებოდა. და სწორედ ეს ზიზღი, ეს სიძულვილი გახდა ის ნაპერწკალი, ის საწვავი, რომელმაც შემდეგ ყველაფერი შეცვალა. და მოვლენები მართლაც ელვის სისწრაფით განვითარდა. ლეგენდარული დაარსებიდან, ეტრუსკების ბატონობამდე და მერე, ბამ, ძველი წელთაღრიცხვით 509 წელი. დაიმახსოვრეთ ეს თარიღი, იმიტომ რომ ეს არის წერტილი, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა. რომაელები ფეხს ედგებიან, ჯანყდებიან და აგდებენ თავიანთ უკანასკნელ მეფეს, ტარკვინიუს ამახს, მაგრამ ეს არ იყო, იცით, უბრალოდ ერთი მეფის მეორეთი ჩანაცვლება. არა, ეს ბევრად მეტი იყო. ეს იყო სრულიად ახალი ეპოქის რესპუბლიკის დაბადების დღე. კარგი, და რას ნიშნავდა ეს სიტყვა რესპუბლიკა? თვითონ ლათინური ფრაზა რესპუბლიკა პირდაპირ გვეუბნება ყველაფერს. ეს არის საზოგადოო საქმე, ანუ ხალხის საქმე. იმ დროისთვის ეს იდეა უბრალოდ რადიკალური იყო. იფიქრეთ, ძალაუფლება ერთ ადამიანს მეფეს კი არ ეკუთვნის, არამედ ხალხს. მთელი მათი ახალი პოლიტიკური სისტემა, აი თითოეული დეტალი, აგებული იყო ერთ მთავარ შიშზე და მიზანზე, რომში ტირანია და ერთპიროვნული მმართველობა აღარასდროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნებულიყო. კარგი, მეფე მოიშორეს. მაგრამ მეფის გარეშე ქვეყნის მართვა დამეთანხმებით უზარმაზარი გამოწვევაა. აბა როგორ ააწყვეს რომაელებმა ეს ახალი სისტემა ისე, რომ ის კი არ დაიშალა, არამედ პირიქით იმუშავა. ვინ იღებდა რეალურ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს? პასუხი ერთ ძალიან კონკრეტულ რიცხვში იმალება. 300. დამიჯერეთ, ეს უბრალოდ ციფრი არ არის. ეს იყო მთელი რესპუბლიკური რომის პოლიტიკური გული, მისი ტვინი და ძრავა. ეს 300 კაცი იყო ლეგენდარული რომის სენატი, ანუ რესპუბლიკის მთავარი მმართველი საბჭო. წარმოიდგინეთ, აქ თავს იყრიდა ქალაქის 300 ყველაზე მდიდარი, ყველაზე გავლენიანი და რაც მთავარია, ყველაზე გამოცდილი ადამიანი. სწორედ ისინი წყვეტდნენ ყველათერს, ვისთან ეომათ, როგორ დაეხარჯათ ფული, რა კანონები მიეღოთ. სენატი იყო ის ფოლადის ხერხემალი, რომელზეც მთელი რესპუბლიკა იდგა. კარგი. ერთის შეხედვით ყველაფერი იდეალურად ჩანდა, არა? მტკიცე სენატი, ძლიერი სახელმწიფო. მაგრამ სინამდვილეში ამ ბრწყინავი ფასადის მიღმა რესპუბლიკას ერთი უზარმაზარი, ღრმა ბზარი ჰქონდა. ბზარი, რომელიც რომს შუაზე ყოფდა და ლამის არსებობის საძირკველს ურღევდა. ეს იყო ფაქტობრივად ორი სხვადასხვა რომი ერთ ქალაქში. აი შეხედეთ, ერთ მხარეს ყავთ პატრიციები, დიდარი არისტოკრატიული ელიტა. მათ ხელში იყო მთელი მიწა, მთელი ფული და აბსოლუტურად მთელი პოლიტიკური ძალაუფლება. და მეორე მხარეს პლებეები. ანუ ყველა დანარჩენი, ფერმერები, ხელოსნები, ვაჭრები, უბრალო ხალხი. ისინი შეადგენდნენ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ისინი იბრძოდნენ რომის ომებში, მათი შრომით იქმნებოდა რომის სიმდიდრე, მაგრამ მათ არანაირი უფლება არ ჰქონდათ. როგორც დიდი რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი წერდა, სიტუაცია მარტივი იყო. მდიდარი პატრიციები უბრალოდ ჩაგრავდნენ და სრესდნენ ღარიბ პლებეებს. და ცხადია, ასეთი უსამართლობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. რაღაც უნდა მომხდარიყო. და მოხდა კიდეც. დაიწყო სასტიკი შიდა კონფლიქტი, რომელსაც ისტორიაში კლასთა ბრძოლა ეწოდა. და პლებეებმა დაიწყეს ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის. და იცით რა იყო მათი მთავარი იარაღი? არა ხმალი და შუბი, არამედ რაღაც ბევრად უფრო ეფექტური.
გაფიცვა. ისინი უბრალოდ ერთ დღეს მთელი თავისი ოჯახებით ტოვებდნენ რომს და ახლო მდებარე გორაკზე ადიოდნენ. ქალაქი კვდებოდა. არავინ მუშაობდა, არავინ იბრძოდა, რომი პარალიზებული ხდებოდა. ამ გენიალური ტაქტიკით მათ ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვეს გამარჯვებები. ჯერ მიიღეს საკუთარი წარმომადგენლები, სახალხო ტრიბუნები, რომლებიც მათ იცავდნენ, მერე კი აიძულეს პატრიციები, რომ კანონები ყველასთვის ხილული გაეხადათ და 12 სპილენძის დაფაზა დაეწერათ. ეს იყო გრძელი და რთული გზა, მაგრამ ეს იყო შეუქცევადი პროცესი თანასწორობისკენ. და აი აქ ხდება ყველაზე საოცარი რამ. იფიქრებდით, რომ ამ ხელა შიდა დაპირისპირება სახელმწიფოს დაასუსტებდა, ხო? მაგრამ რომის შემთხვევაში პირიქით მოხდა. ამ ბრძოლამ რომი კი არ დაანგრია, არამედ გააძლიერა. სისტემა უფრო სამართლიანი, უფრო მოქნილი და საბოლოო ჯამში ბევრად უფრო მტკიცე გახდა. კარგი, მაგრამ ამის გარდა რა იყო ის საიდუმლო ინგრედიენტები, რამაც რომის რესპუბლიკას ასეთი მართლაც ფენომენალური წარმატება მოუტანა? ეს არ იყო ერთი რამ. ეს იყო რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორის ერთობლიობა, ნამდვილი წარმატების ფორმულა. პირველ რიგში წარმოუდგენელი რკინის სამხედრო დისციპლინა. მეორე, პრაქტიკული და მოქნილი კანონები, რომლებიც ყველაფერს არეგულირებდა. მესამე, მათი საინჟინრო გენია, გზები, აკვედუკები, ქალაქები. ისინი უბრალოდ აშენებდნენ ცივილიზაციას. დაამატეთ ამას პოლიტიკური სისტემა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს ისწავლა სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების დაბალანსება. და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეშმაკური დიპლომატია. მათ იცოდნენ, როგორ ექციათ დამარცხებული მტერი ხვალინდელ მოკავშირედ. ეს იყო მანქანა, სადაც ყველა დეტალი ერთმანეთს აძლიერებდა. და იცით, საბოლოო ჯამში რა იყო რომის ნამდვილი გენია? ისინი არ იყვნენ უბრალოდ დამპყრობლები. ისინი იყვნენ უბადლო ორგანიზატორები და მშენებლები. იმიტომ რომ ომის მოგება და ტერიტორიის დაპყრობა ერთია, მაგრამ ამ ყველაფრის მართვა და შენარჩუნება სულ სხვა საქმეა. და აი სწორედ ეს იყო რომაელების სუპერძალა. მათ შეეძლოთ აეღოთ დაპყრობილი უცხო მიწა და თავიანთი კანონებით, გზებითა და კულტურით ის რომის განუყოფელ ნაწილად ექციათ. ასე რომ რესპუბლიკამ შექმნა ის წარმოუდგენელი მანქანა, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მაშინდელი სამყარო დაიპყრო. მაგრამ აი აქ ჩდება ყველაზე მთავარი და ირონიული კითხვა. იმხელა ძალაუფლება შექმნა, რომ შეძლო კი თვითონ რესპუბლიკამ ამ თავისივე შექმნილი მონსტრული ძალაუფლებისგან თავის დაღწევა. შეძლო კი მან გადარჩენა. აი ეს უკვე სულ სხვა და სამწუხაროდ ბევრად უფრო ტრაგიკული ისტორიის თემაა.